არცხი ესპანეთთან, რომლის ყურება ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ ბიჭებმა სხვანაირ თამაშს მიგვაჩვიეს, ამიტომ რთული იყო იმის ყურება, თუ რამდენად უსუსურები იყვნენ ჩვენი ბიჭები მოედანზე. ნუ თუ მათ ამოწურეს მაქსიმუმი, თუ მოტივაციის ნაკლებობა, ან საერთოდაც ვილი სანიოლია გამოსაცვლელი და მთელი პრობლემა ტაქტიკაშია. რას უნდა ველოდოთ თურქეთის ნაკრებთან? ამ ყველაფერს განვიხილავთ დღევანდელ ვიდეოში. თქვენ კი გამოიწერეთ არხი, რათა პირველებმა გაიგოთ სიახლეები, ასევე დაალაიქეთ ვიდეო, რათა შემდეგი ნაწილები უფრო ხშირად დაიდოს. ახლა კი ჩვენ მთავარ თემას დავუბრუნდეთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ელჩეში საქართველოს დამაჯერებლად 2-0 მოუგო. ფურია როხა მთელი მატჩის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა. გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი შექმნა, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. საქართველოსთან მატჩში ფურია როხას 9 ფეხბურთელი ვერ დაეხმარა. როდრი, ნიკო ვილიამსი, გავი, ლამინ იამალი, ფაბიან რუისი, დანი კარვახალი, ფერმინ ლოპესი, 딘 ჰუისენი და დანი ოლმო. საქართველოს ნაკრების დანაკლისი ლუკა ლოჩეშვილი შემოიფარგლება. 24 წუთზე პედრის ბრწყინვალე პას, ლენორმანის გადაცემა და იერემი პინოს გოლი მოყვა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლი იმ კუთხურს მოყვა, რომელიც რეალურად არ უნდა დანიშნულიყო. საჯი ამ მომენტში შეცდა, თუმცა გოლის მომენტში საქართველოს ნაკრების დაცვა ჩავარდა. ესეც ფაქტია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვეთვლება დიდ მინუსად, რადგან მართლაც მსაჯი შეცდა და რომ არა ეგ შეცდომა, ეს კონკრეტული გოლი არ გავიდოდა. მაგრამ იმდენად ჭარბობდა ესპანელების შეტევები, რომ თუ არა ეს, გავიდოდა სხვა. პლუს თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი შემადგენლობით იყო გამოსული ესპანეთი, რამოდენიმე ფეხბურთელის გამოკლებით, ალბათ ბულგარეთის ან თურქეთის დონის გუნდი იყო ესპანეთი ფურცელზე, ალბათ უფრო თურქეთის. და ეს არ არის მოტივაციის ნაკლებობა. შეიძლება ზოგმა ფეხბურთელმა ნაკრებში მაქსიმუმზე მეტი გვაჩვენა და ვფიქრობ, აუცილებელია კიდევ ახალი სახეები. ისედაც ყველამ ვიცით ნაკრებში ვინ არის შეუცვლელი და ნამდვილად დამსახურებულად დგას თავის პოზიციაზე. მაგრამ ზოგი ფეხბურთელის დონე უბრალოდ ვერ გაჩავს მსოფლიოს. ქოჩორა, რომელიც პირადად ჩემი ფავორიტი არის, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ბოლო რამოდენიმე მატჩია. თითქოს დაკარგულია, ამის თქმა სხვა ფეხბურთელებსაც შემიძლია. ნაკრები, სადაც გამოცდილი კვარაცხელია, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, მამარდაშვილი და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელია და ახლად გამოჩენილი გენიოსები. აი ამ გუნდს ხედავ მე მსოფლიო ჩემპიონატზე და ზოგადად ეს იქნება მაღალი დონის ნაკრები. კი, ნამდვილად ცუდ დღეში ვართ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ვლანძღოთ ბიჭები და მოტივაცია სუმთლად დაუკარგოთ. შევეგუოთ და ვიმედოვნოთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. იქ მოგება ნებისმიერ მოთამაშეს ჩვენზე მეტად უნდა და ეს ფაქტია. მაგრამ ზოგჯერ თავზევით ძალა არ არის. მე გავიგე რამოდენიმე ვერსია ტოტალიზატორზე, რომლის მოსმენა და დაჯერება არ მინდა. ამის გამო სისულელეთ მიმაჩნია, რადგან თუ ასეა, ფეხბურთს ცხოვრებაში აღარ ვუყურებ და შევიზიზღებ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლა ძალიან ცდილობდნენ ჩვენი ბიჭები და გულს დებდნენ, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველი გოლიდან 5 წუთში პედრიმ კიდევ ერთხელ გაამწვავა შეტევა. მამარდაშვილმა ფერან ტორესის დარტყმული პენალტი მოიგერია. პედრის პასის მომენტში ლაშა დვალი შეცდა, ბურთი ვერ მოიგერია, რის შემდეგაც ფერან ტორესი მამარდაშვილმა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა. პენალტი მამარდამ მოიგერია. ლივერპულის მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. რომ არა გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე რეაქციები ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა და ასევე უნდა ითქვას ოთარ კიტეიშვილზე, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ახლო მანძილიდან ოიარსაბალის დარტყმა დაბლოკა. თუმცა ოიარსაბალმა მაინც გაიტანა 64 წუთზე, როდესაც ტყვიასავით გაისროლა საჯარიმოდან. ვილი სანიოლის გუნდს შეტევაში სრულიად არაფერი გამოუვიდა. ფეხბურთს მოედანზე სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, რაც სტატისტიკაშიც კარგად ჩანს. მაგალითად, საქართველოს ნაკრებმა კარის მიმართულებით პირველად 78 წუთზე დაარტყა, როცა გიორგი გოჩოლეიშვილი საკუთარი ნახევრიდან გატანას ცდილობდა. ჩვენ ჯგუფში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტმა თურქეთის ნაკრებმა შინ ბულგარეთს 6-1 მოუგო. 3 ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით პირველზეა. თურქეთის აქტივში 6 ქულაა, საქართველოს ანგარიშზე კი 3 ქულა. ბულგარეთი 0 ქულით აუთსაიდერია. მეოთხე ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრება, ბულგარეთი ესპანეთს. ორივე მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. რა კომენტარი გააკეთა ვილიმ? სათქმელი ბევრი არაფერია. ესპანეთი სხვა პლანეტიდანაა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავიღოთ, მაგრამ უშანსო ხარ, როცა ესპანეთი ასეთ დონეზე თამაშობს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ. გულწრფელად რომ გითხრათ, რაიმე პოზიტიურზე საუბარი გამიჭირდა. ალბათ იღბლიანები ვართ იმ შედეგით, რაც დაფიქსირდა, თუმცა ის თამაში არ უნდა დაგვაუწყდეს, რომელიც სამ შაბათს გველოდება. ამ ჯგუფში თურქეთთან მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთელებთან საუბარი მექნება, მათგან უკეთეს განწყობას და მეტ აგრესიას ველოდები. ზოგადად პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, განსაკუთრებით ხარისხის მიმართულებით. მე მინდა ხაზი გავუსვა ვილი სანიოლის სიტყვებს. ესპანეთი სხვა პლანეტიდანაა და იღბლიანები ვართ, რომ ამ ანგარიშით დასრულდა. ბოდიში, მაგრამ ეს ლუზერის სიტყვებია, ვისაც არ უნდა ეთქვა. სხვა პლანეტიდან არავინ არ არის. იგივენაირი ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენი ფეხბურთელები, არაფერი განსაკუთრებული. მით უმეტეს ის შემადგენლობა, რომლითაც იყვნენ გამოსული მინდორზე. ასეთი მენტალიტეტით შორს ვერ წავალთ. ყოველთვის მაღიზიანებდა ის მარკეტინგი და რომანტიზმი, რაც მესის გარშემო იყო, რომ ის უცხო პლანეტელია. ეს სუსტ ადამიანებს ბოლომდე უკლავს იმედს, მაგ მხრივ შრომელი რონალდო მირჩევნია, რადგან ნებისმიერს შეგვიძლია ვიყოთ მისნაირი, თუ მსგავსად თავს შევაკლავთ საქმეს. ბოდიში უცხო პლანეტელები ვერ ვართ. მესი უდაოდ ყველა დროის საუკეთესოა რონალდუსთან ერთად, მაგრამ უცხო პლანეტელი ნამდვილად არ არის. 10 თავი ცხვებზე მაღლაა, მაგრამ ეგეც შრომის, მენტალიტეტის და სხვა ფაქტორების დამსახურებაა. ნუ აძლევთ საშუალებას მედიებს, რომ დაგადებილონ და მითებს და მსგავს ტერმინებს ყურს ნუ მიუგდებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ესპანეთის შემადგენლობის ნახევარს პირველად ხედავდით. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ დაბალი დონეა. არა, საკმაოდ დიდი დონის ფეხბურთელები არიან. ეს ესპანეთია, სადაც ფეხბურთი ძალიან განვითარებულია და საშუალო დონეც მაღალია. მაგრამ ასე გაბერვა არ იყო საჭირო. ვაღიაროთ, რომ სანიოლის ახალი ექსპერიმენტები არ ჭრის. უბრალოდ არ მუშაობს, გუნდი უარესად ეთამაშდა. მესმის, რომ უნდა სჯეროდეს თავისი ტაქტიკების, გეგმების და ცვლილებების გარეშეც არ გამოვა. მაგრამ მოდი თუ შენი სქემა არ მუშაობს, იმას ნუ მიაწერ, რომ თურმე ესპანელები უცხო პლანეტელები არიან და ჩვენ კიდე მადლობელები უნდა ვიყოთ საერთოდ, რომ თავზე არ გადაგვიარეს. იმ დღეს ვინმე თუ კი იყო მოედანზე უცხო პლანეტელი, ეს გვარაცხელიაა. მაგრამ ფაქტია, რომ მინდორზე თავი ვერ იპოვა. ბევრი კარგი მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ ეს ინდივიდუალური დონის ხარჯზე და არა ტაქტიკის და გუნდურობის. წინ გველოდება თამაში თურქეთთან, სადაც იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრებში დიდი ცვლილებებია საჭირო და წესით მოსალოდნელია კიდეც. დაწერეთ კომენტარებში როგორ ფიქრობთ, გვაქვს თუ არა შანსები თურქეთთან, რა უნდა შეცვალოს სანიოლმა სქემაში და საერთოდ მოვიდა თუ არა იმის დრო, რომ წვრთნელი გამოვცვალოთ. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია, რამით შევძელი თქვენი გამხნევება, ან რაღაცას ნათელი მოუფინე. თუ მოიწონებთ ვიდეოს და დატოვებთ კომენტარს, ძალიან დამეხმარებით. მე კი გემშვიდობებით და აბა, წარმატებები.